324 მომხრე 25 წინააღმდეგი. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის სახელწოდებაა მედიის თავისუფლება საქართველოში განსაკუთრებით მზია ამაღლობელი საქმე. რეზოლუციის ავტორი 5 პოლიტიკური ჯგუფის 63 ევროპარლამენტარია. ისინი ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას, დამოუკიდებელ ორგანიზაციებზე თავდასხმების შეჩერებას და რეპრესიული კანონების გაუქმებას ითხოვენ. ევროპარლამენტის რეზოლუცია მოითხოვს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, ასევე გმობს მის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებასა და სისხლის სამართლებრივ დევნას. კაცრად გმობს ქართული ოცნების რეჟიმის სისტემურ თავდასხმას დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და სასამართლო დამოუკიდებლობაზე. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ჟურნალისტების თვითნებური დაკავების, შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის გამო, მათ შორის ცილისწამების კამპანიების, სამართლებრივი შევიწროებისა და პატიმრობაში ყოფნის არასათანადო მოპყრობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის გამო. მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და თავისუფლება. ევროპარლამენტი ყველა რეპრესიული კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გაუქმების, დემოკრატიის აღდგენისა და მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრული დაცვის მოწოდებით გამოდის. რეზოლუციის ტექსტში პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული, ქართულ ოცნებას კი რეჟიმს და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას უწოდებენ. ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ივანიშვილის პარტიის ლიდერების წინააღმდეგ ორმხრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონოდ დაკავებული პირი, მათ შორის აქტივისტი მათე დევიძე, ოპოზიციონერი ლიდერები ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია და ნიკა გვარამი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ასევე გმობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სინაბო კუჩავას ქმრის ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ დამუქრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. მოუწოდებს ევროკავშირს საქართველოში ფარას ძალაში შესვლის შემდეგ გააძლიეროს მხარდაჭერა დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგი აწარმოებს. სინანულს გამოთქვამს საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და კომისიის მხრიდან მუდმივი უმოქმედობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს დააწესონ ორმხრივი სანქციები ქართული ოცნების ლიდერებისა და მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომელთაც დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა ენიჭებათ. რეზოლუციის მიღებამდე გუშინ 18 ივნისს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. ძირითადი სასაუბრო თემა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობა და მედიის გაუარესებული მდგომარეობა იყო. სტარტაპების კვლევისა და ინოვაციის საკითხებში ევროკომისარმა ეკატერინა ზახარიევამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშო სისწრაფით უარესდება. ევროკავშირი კი მზად რჩება ადამიანის უფლებების დამრღვევებს პასუხი აგებინოს. მედია თავისუფლება ასევე დიდი საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს სამიზნეში იღებენ მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლეს ამბობენ და ხმას აძლევენ მათ, ვისაც ხმა არ აქვს. მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც სიმართლისა და სამართლიანობისადმი საკუთარი ერთგულების გამო არის დაპატიმრებული. მისი кейსი თავისუფალი გამოხატვის სივრცის შეზღუდვის სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის და მისი გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. დამოუკიდებელი ჟურნალიზმი და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ უსამართლობის გამოსააშკარავებლად, არამედ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის მზარდი ტალღის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელსაც ხელისუფლებაში მყოფები ავრცელებენ. ყარად ვუდგავართ გვერდში საქართველოს დამოუკიდებელ მედიას. ევროკავშირის მზად რჩება ზომები მიიღოს, რათა პასუხი აგებინოს საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს. მედიის თავისუფლება ფუფუნება არ არის, ეს დემოკრატიული აუცილებლობა. ის ანათებს იქ, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება და სწორედ ამიტომ საქართველოს ხელისუფლება მზია ამაღლობელი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ჟურნალისტი 150 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში დააპატიმრა. და ეს არ არის ერთეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი, ოპოზიციის წარმომადგენელი, ასევე რიგითი მოქალაქე დააკავეს, აწამეს ან დააპატიმრეს. კოლეგებო, მმართველ პარტია ქართულ ოცნებას ეშინია თავისუფალი პრესის, როგორც ვამპირს ეშინია სინათლის, რადგან მათ იციან, რომ მათ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა. ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ქართველებს ის არ სურთ და პუტინის რეჟიმის ჩრდილშია, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, დაშინებას, манипулირებას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევენ ისეთ ცხოვრებას, როგორშიც რუსები ცხოვრობენ. კოლეგებო, თავისუფალი პრესისა და თავისუფალი საზოგადოების შუქი ტირანიის წინააღმდეგ ყველაზე ძლიერი იარაღია, ასე რომ ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია მოუწოდოთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოვიდეს ჩრდილიდან, მოხსნას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და ქართულ ხალხს მისცეს საშუალება თავისუფლად აირჩიოს თავისი მომავალი სინათლეში. ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაკავებული ყველა ქართველის სიმბოლო გახდა. ერთი კვირის წინ მამაცი ქართველების წარმომადგენლები, რომლებიც 200 დღეზე მეტი ეიბრძვიან ევროპული საქართველოსთვის, ევროპარლამენტის კომიტეტს დაესწრნენ. გუშინ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო სრულმასშტაბიანი სამართლებრივი თავდასხმა მათ წინააღმდეგ. ვითარება ყოველდღე უარესდება. ამჯერად ჩემი გამოსვლა რეჟიმის ან თბილისში კრემლის მეგობრების შესახებ არ იქნება. ამაზე ყველაფერი ვთქვით აქამდე მიღებულ რეზოლუციებში. ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ ევროკავშირის
კავშირზე. არ მესმის ევროპული საბჭოს, წევრი სახელმწიფოებისა და უმაღლესი წარმომადგენლის ოფისის სიჩუმე. მზია და მისი მეგობრები პატივისცემასა და დახმარებას იმსახურებენ. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რეჟიმზე ყველანაირად და აღარ ვთხოვოთ მათ ევროკავშირის გზაზე დაბრუნება. არ დაბრუნდებიან, ვინაიდან ეს რეჟიმი არის კრემლის გენების. მხოლოდ ახალი არჩევნები დაეხმარება ქართველებს თავიანთი ქვეყნის დაბრუნებაში. მოდი ვიმოქმედოთ. არ შეიძლება ქართველი ხალხის მარტოდ მიტოვება. ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ საქართველო მოსკოვის სატელიტი ქვეყანა გახდა და ვითარების კიდევ უფრო მეტად გართულების თავიდან ასარიდებლად მკაფიო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. მათ ოცნების პროპაგანდაზეც ისაუბრეს და მაგალითად ეგრეთ წოდებული Deep State-ის კონსპირაცია დაასახელეს. ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ხედავთ და რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან არა მხოლოდ რეპრესიები, არამედ ის, როდესაც ისინი ეპყრობიან მოქალაქეებს როგორც არასრულწლოვნებსა და ბავშვებს. გარემტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია, მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა, ოლიგარქიული მთავრობა, რეჟიმის პატიმრები ან პრორუსული რეჟიმი, ყველა ეს გამოთქმა ახლა ქვეყანაში აკრძალულია. საქართველოში დემოკრატიის შუქი ქრება. ქართული ოცნების დომინაციის ქვეშ მყოფი მთავრობა სასტიკად ახშობს პროდემოკრატიულ პროტესტებს და ღია ომს აწარმოებს თავისუფალ მედიასთან. მზია ამაღლობელი პატივცემული ჟურნალისტი და პატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ პროტესტის გამბედაობა გააჩნდა. თავის დრამატულ მოწოდებაში მან თქვა: არ მივიღებ რეჟიმის თხის წესრიგს, ვიწყებ შიმშილობას. თავისუფლება უფრო ძვირფასია ვიდრე სიცოცხლე. თავისუფლება უფრო ძვირფასია ვიდრე ცხოვრება. თითქმის 4 წელია, რაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრია. ეს ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფოდა, მოსკოვის სატელიტი გახდა. არ შეგვიძლია უბრალოდ გვერდზე დგომა და ყურება. საქართველო დემოკრატიისთვის, სიტყვის თავისუფლებისა და ნორმალური ცხოვრებისთვის იბრძვის. დიქტატურის მხარდაჭერა, დიქტატურისთვის დანებება დანაშაულია. სიჩუმე და უბრალოდ გვერდზე გადგომა ასევე დანაშაულია. ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით კომენტარები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია ევროპარლამენტარების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს. ოცნება კი ამტკიცებს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზას აგრძელებს, თუმცა პარტნიორების მხრიდან კეთდება ხელისშემშლელი განცხადებები, რომელიც მათი თქმით შანტაჟზეა დაფუძნებული. არსებობს ადამიანები, ვინც ჯიუტად ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, ებრძვის არსებულ ხელისუფლებას, იმიტომ რომ ისინი დამარცხდნენ არჩევნებში და ვერ შეძლეს თავიანთი აგენტურის მოყვანა. რეალურად რა ხდება, ხო? საქართველო აგრძელებს განვითარებას, აგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა არის ხელისშემშლელი მომენტები, კონკრეტულად განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, ქმედებები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ტყუილზე, სიცრუეზე, შანტაჟზე არის დაფუძნებული, თუმცა არიან ისეთი ადამიანები რეალურად, ვინც ხედავს თუ რასთან გვაქვს საქმე, ადამიანები, ვინც საუბრობენ სიმართლეზე. ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის დისკუსია ვიხილეთ საქართველოსთან დაკავშირებით და ზოგადად ევროპარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა პოლიტიკურ პატიმარზე იყო საუბარი, მათ შორის იყო რა თქმა უნდა საუბარი ჩვენი პარტიის დამფუძნებელზე, მიხეილ სააკაშვილზე, მათ შორის რიგმა პოლიტიკოსებმა გაუსვეს ხაზი იმ ისტორიულ როლს, რომელსაც თამაშობს მიხეილ სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ისტორიული რეალობა და სინამდვილე უფრო და უფრო მკაფიო და თვალსაჩინო ხდება ყველასთვის, რომ ივანიშვილი და მისი ბანდა არის გუნდი, რომელმაც ჩამოაშორა საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ძალა მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით იყო ის ლოკომოტივი, რომელიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა ჩვენ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ყველაზე ხილული ამ ეტაპზე უკვე ივანიშვილის მიერ დიქტატურის დამყარების შემდგომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ყველა ხედავს ქართული ოცნების ქმედებებს, როგორც ცდილობენ საქართველოში მოკლან დემოკრატია და დემოკრატიის ყველა შესაძლებლობა შესაბამისად მოლოდინი არის ის, რომ ისინი შესაბამისად მოახდენენ რეაგირებას. რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტას, ჩვენ ამაზე ყოველთვის ვამბობთ და არ შეიძლება ქართული ხალხისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა, იმიტომ რომ ეს მოიპოვა ქართულმა ხალხმა და არა რამდენიმე კორუმპირებულმა პოლიტიკოსმა, ამიტომ თუ ამ ქვეყანაში ვინმე უნდა დაისაჯოს და დასანქცირდეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა.
დაწყებული კობახიძეთ დამთავრებული მდინარაძეებით, ხოლო ქართველ ხალხს უნდა დარჩეს ის, რაც დამსახურებულად აქვთ მოპოვებული. ევროპარლამენტარებმა დღეს რეზოლუციაში შესწორება დაამტკიცეს, რომლის თანახმად ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმების ბოლო ტალღის გამო, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო მათგან ბოლო წელიწადნახევრის დეტალურ ფინანსურ, იურიდიულ და ოპერატიულ ინფორმაციას სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ამ მოთხოვნის შესრულება ფიზიკურად შეუძლებელია და ოცნების მიზანი რეალურად არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეჩერება.